2015 წლის 27 ოქტომბერი სესიაშვილი თოფაძეზე. პარლამენტში იმდენი მიშისტია, რომ ერთი სტალინისტით არაფერი დაშავდება. იყოს. 2016 წლის 4 მაისი, ვისაც ბიძინა ივანიშვილზე მეტი სიკეთის გაკეთება შეუძლია, შეეჯიბროს. რა ენაღლება სესიაშვილს. ვინ მოუგებს ბიძინას? 2016 წლის 4 ოქტომბერი. თითო გვყავს დათვლილი, ვინც ფიქრობს არეულობაზე. არი ფიქრობთ არეულობაზე, სესიაშვილი დაგითვლით. 2018 წლის 11 მაისი. ბატონი ბიძინა არ ბრუნდება ხელისუფლებაში, ის არ წასულა პოლიტიკიდან. 2018 წლის 13 ივლისი სესიაშვილი წულუკიანს ნებისმიერ შავ პიარს გაუძლებ თქვენთან ერთად. ისტორიული ფრაზაა ჩემი აზრით. 2018 წლის 15 ოქტომბერი სესიაშვილი მირზა სუბელიანის ჩანაწერებზე. ჯერ ვერ ვენდობი, მაგრამ კითხვები ყველას გაგვიჩნდა. ვერ წარმომიდგენია რომ ეს ხდებოდა, მაგრამ გამოძიება უნდა ჩატარდეს. 2018 წლის 16 დეკემბერი ეს ინაუგურაციის დღეა. გამოწევები ამ შვენიერ დღეს აფუჭებს. 2019 წლის 28 თებერვალი სესიაშვილი გუნდიდან წასულებზე, სულ ახლა ხანს წასულებზე. მათი სახით შეიძლება მივიღოთ ძლიერი კონსტრუქციული ოპოზიცია. 2019 წლის 28 თებერვალი პაუზის აღება მომიწია, რათა პირველ რიგში საკუთარ თავში ჩამოყალიბებულიყავი. და შემდეგ ჩამოყალიბებული ასეთ რამეს ამბობს. 5 მარტს ხარიბაშვილზე. მისთვის მარადიული, უფალი და სამშობლოა. ხარიბაშვილზე. და ისევ ხარიბაშვილზე 6 მარტს ასე ამბობს. ირაკლი კი არ წავიდა, ან გაუშვეს. იმ მომენტისთვის სხვა პრემიერ-მინისტრით ჩანაცვლდა. ამას ტაში უნდა დაუკრა. ყოჩა ღირაკი, ყოჩა. მე ვარ მიშა მშვილდაძე და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. არ დავკარგოთ ერთმანეთს.